შენი ქმარი დააფასე შვილო. ჩვენს დროში ასეთი კაცის პოვნა რთულია. მეც მყავდა ასეთი. ერთმანეთი ძალიან გვეყვარდა. და რა მოხდა? ღმერთმა გაანათლოს. სამუდამოდ დამტოვა. და ახლა იმ ქვეყნად მეველდება. ძალიან მეწყინა. ღმერთმა გაანათლოს. უდროდ დაგტოვა. მაშინ მეტი ტვინი რომ მქონოდა, ხშირად ვეტყოდი როგორ მეყვარდა. მაგრამ ამბობდნენ რომ ასე არ შეიძლებოდა, უხერხული იყო. ამიტომაც გეუბნები, სანამ გვერდით ყავს დააფასე. ალბათ ძალიან რთულია. ადამიანი ძალიან დაუცველია, როცა თავის გულს სხვას აძლევს. ამ ქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოვდივართ. მაგრამ ასჯერ რომ დავიბადო, ისევ მასთან ყოფნას ავირჩევდი. ცხოვრება ასეთია შვილო. ახლა წავალ, დავწვევი. ლოგინი უკვე გაგიშალეთ. არა დეიდა, არ არის საჭირო. ოზანი მალე მოვა და სახში წავალთ, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ. ოზანს არ დაელოდო. გვიან მოვა და არ ამგონია საჭესთან დაჯდომის თავი კონდეს. ოზანი ასეთი არ არის. იცი ზღვარი, არასდროს მოსდის ზედმეტი. გადაწყვეტილია. მორჩა. მართალი მე ვარ. ო, რა თქმა უნდა, აბარა, აი ასე. რასაც ეთქვი, ისე იქნება. დიახ. როგორც ვიტყვი, ისე უნდა იყოს. ჩემს სიტყვას გადავწყვეტ, მორჩა. საკმარისია, თქვენს ნომერებს და გრძნობებზე რომ მეთამაშები. საკმარისია, მორჩა. დავიღალე უკვე. მეტი აღარ შემიძლია ეს რა. რაო? ვერაფერი გავიგე. რას ამბობ? ძმაო, გთხოვ. მოდი რა წავიდეთ. წამოდი გვაგვიანდება. მიდი ძმაო. რა გინდა? შენი ჯექი მან? იჯექი მან. იჯექი. მისმენე ძმაო. მე ყოველთვის ჩემი კეთილი ზრახვის გამო ვიტანჯებოდი. მაგრამ ამის მერე იცოდე რომ ასე აღარ იქნება. მორჩა. ეს რას ხელს მოგიდებ და ვეტყვი. მორჩენ უღარ მეთამაშები დამთავრდა. შენ წინაშე ის ძველი სათვალეებიანი ბიჭი აღარ არსებობს. ახლა სულ სხვა კაცით გათქვა. მორჩა, მიდი ავედაასხე. მიდი რას უყურებ, დავლიოთ. აბა ვნახოთ რას მალობ ბატონო იალჩინ. კოდი დააყენა? ჩემი დაბადების წელი იქნება. გოგონია შენს პაროლს ვერ გამოვიცნობ? ესრას დაბადების წელი ხომ არ არის? არა? რა უნდა იყოს? დედა? რა გინდა? მამას ტელეფონი რადგინდა? ვუყურებ. უყურებ? რამე ხომ არ მოგიტანე, ცოტა უფრო მხიარულად იქნები. არ მინდა. ისედაც პაროლი დააყენა. დედა, დედიკო, გთხოვ, დაწყნარდი. მამაზე ვლაპარაკობთ. აბა რა სისულელებს ამბობ. ერთმანეთს ჩემს სიცოცხლეს და ჩემს სულოს უნდა ეძახდე დღემდე. დარწმუნებული ვარ, შენს გარდა ვერავის ვერ ხედავს. არა, ისედაც ყველაფერს ხვდები. ოზან რომელი საათია? სათხარ რამდენი ხანი? აქვე გინდა დავიძინო. ესრა? ოზან. ამერიდან კარგად აღარ მოგიქცევი, იცოდე. არც ისე მეკცეოდი კარგად, რა სჭირს? ბრძალოს ახლამდე ძლივს მოვიყვანე. ძმა ოზან და ჯექი აქ, ცოტა ფრთხილად. არა. მე არაფერს ვერ ვარ, არ მცემო. ისე დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ. არაფრის. მოდი ჩემთან. მოდი აქ, მოდი. მოდი, ნამდვილი კაცი ხარ. ნამდვილი კაცი.
არაერთი წუთით რაღაც მინდა თქვა. კარგი კაცია. ძალიან მაგარი კაცი. ხო, კარგია, წავალ დავაწვენ. კარგი აბა, ტკბილი ძილი, გვრიტება. კარგი. წავედი, ღმერთი თქვენსგან. ღამე მშვიდობის. ადექი ოზან, წამოდი შევიდეთ. ადექი ოზან. დგავარ დამაცადე. მიდი, წავიდეთ. დამაცადე რა. მე ვარ აქ მთავარი. ხო, შენ ხარ, ოღონდ ხვალიდან. შენ არა. ყველაფერს მე გადავწყვეტ. მთავარი აქ მე ვარ ეს რა. ჩუმად. ჩუმად, ხო, ჩუმად. ჩემი სიტყვა გადამწყვეტი იქნება. ფრთხილად. ოზან, ცოტაც. ცოტაც და მივედით. კარგია, ფრთხილად. ოზან, მიდი. დაჯექი? ფრთხილად. მოდი აქ. თავი აქეთ. ფეხები? თავბრო მერხვევა. არ წახვიდე. ვილაპარაკოთ. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ოზან? ახლა ლაპარაკის თავი გააქვს? ამას შეხედეთ. შენის დღე გაიხსენე, ნავზე რომ წაგიყვანე ბავშვობაში. არც მე დამვიწყებია, არც დამავიწყდება. ნავიდან ხელჩაკიდებულები დავბრუნდით რაიონში. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ამბობდნენ, როცა გაიზრდებიან დაქორწინდებიანო. მე შემრცხვა. გავწითლდი. მეორე დღეს ცუდად მოგეკეცი და შენ ვერ ხვდებოდი რატომ? ოზან, რამდენი რამ მოითმინე ჩემს გამო. Yeryüzüne bıraktığım ağırlık çok büyük. Bir kurtulsam bir dünya hafifler. Gökyüzüne savurduğum hayaller yerle yeksan. Bir unutsan azalır kasırgalar. Her gün ağlar, her gece ağlar. Ağlar hayallerim, durmaz susar, hayata küser. Döner dolaşır, yine yeşeririm. Ama ben inanmam asla mutsuz yarınlara. Öyle olsa sen gelmezdin. Ama ben inanmam asla mutsuz yarınlara. Öyle olsa sen
მელთემ. ამათ შეხედე რა საყვარლები არიან. როგორ ჩაეძინათ? რა ლამაზები არიან. თვალი არ ეცეთ. იმედია ჩვენც ასე ვიქნებით. როგორ ლაპარაკობ დედა შენთან? სახლში შედი, სწრაფად. საწოლია ალაგე, მიდი. კარგი დედა. საუზმეც უნდა მოამზადოთ. ოზან. ოზან, აქ რას აკეთებ? აქ რატომ ხარ? დილა მშვიდობის. დილა მშვიდობისა? სად არის მშვიდობიანი დილა? აქ რას აკეთებ? მე რას ვაკეთებ? გუშინ შენ დაგეძინა ჩემს გავთაში. ოთახში დაგტოვე და გამოვედი. აქ რატომ ხარ? ეს რა გთხოვა? გემუდარები რა, ნოტირი. ისედაც თავი მისკდება. ოთახში დამსხა. გამოვედი აქ რომ დაგინახე და დაგაფარე. რატომ დამაფარე? თუ სუფთა ხაერზე გამოხვედი, ჩაის უთქე და საწოლში დაბრუნდი. რთულია? ეს რა გეყოფა რა, დამშვიდედი. მე რა მოხდა? რა პრობლემაა? არა, არ შეიძლება, ასე არ შეიძლება. რა მოვიდა? მის მუხლებზე რატომ დამეძინა? რაც უფრო მეტად ვცდილობ მისგან გაქცევას, სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით. ასე რატომ ხდება? ან სად მივდივარ? ეს რა? სადმე ხარ? არ ვიცი, უბრალოდ მივდივარ. ეს რა გჭირს? კარგად ხარ? არა, ცუდად ვარ. გოგო ხომ დამნიშნეთ. უსუფი არავის არაფერს ეტყვის. აქ რას ვაკეთებთ? ეს რა დამშვიდედი? გუშინ ცოტა დავლიათ, ისეთი არაფერი მომხდარა. წავიდეთ. ეს რა რამე გაწუხებს? გუშინ რამე გაწყენენა და არ მახსოვს? ასე მაბადია. არ მინდოდა. არა, არაფერი გითხოვს და არაფერი გაგიკეთებია. უბრალოდ არ დარჩენა, აღარ მინდა, წავიდეთ. კარგი. ჯერ ვისაუზმოთ. არა, არაფერი მინდა. სახლში მინდა წასვლა, თანაც ახლავე. იალჩინ. 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 დილა მშვიდობისა დედა. ეკო, მამა შენი არ გინახავს? საიდან უნდა მენახა, ახლა გავიღვიძა. ტელეფონი გამრთული აქვს. რა ხდება? ჯერ პაროლს აყენებს, მერე ასე სადღაც კრება. ნამდვილად მღალატობს. დედა, კარგი რა. საიდან მოგაქვს ეს სისულელეები? ალბათ დილით ადრე ადგა და წავიდა. სად წავიდა ეკო? მამა შენი დილა ადრიან კროსვორდებს ხსნის. ჩემს გაუფრთხილებლად არსად მიდის. რაღაც ხდება. არ ვიცი, ალბათ რამე საქმე გამოუჩნდა. მამას არ იცნობ. ალბათ ისევ რაღაცებს ხիր გადელაობს. ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება. დედა. დედიკო, სკოლის ასაკიდან შენს გარდა ვინმესთვის შეუხედავს? არა. იმდენად მე ამიტია რომ ყველაზე ლამაზი გონი ხარ. აი ხომ ხედავ. ჩემთვისაც ყველაზე ლამაზი ქალი ხარ. მართლა. უბრალოდ მამას ხომ იცნობ? ო, მართლა. ეს რა სად არის? ღამე მომწერა რომ არ მოვა. და სად დარჩა? ოზანთან ერთად გოგოს დასანიშნად წავიდა. და ასე მარტივად მეუბნები დედა. ახლა თქვენი თავი არ მაქვს. ისედაც ყველამდე პრობლემებში ვარ. ო, კარგი, კარგი დედა. სად არის მამა შენი? მალე მოვა და მშვიდედი. მოგრძნობ, რომ რაღაც ხდება. დიახ, ნამდვილად ძალიან ლამაზი დაბრუნება იყო. მადლობა, დროებით. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. შულ რამე ჭამე. დილიდან გირეკავენ. რა ვქნა მამა? საქმე არ იცდის, ხომ იცი? ოზანს გუშინდელიდან ვერ ვუკავშირდები. სად არის? ნეტა ვიცოდე. იღბლიანი ფეხი აქვს. სადაც არ უნდა იყოს, ალბათ წარმატება მოაქვს. Beni bile arıyorlar, tebrik ediyorlar kampanyanız için. ო, ასეა მამა, მაგრამ მარტო ვერაფერს გადავწყვეტ. ოზანი კომპანიაში მჭირდება.
ამ ბოლო დროს ოზანი ხშირად ეკარგება ხოლმე. შენ შენიშნე არა? გუშინ მომწერა რომ დილით დამირეკავდა, მაგრამ ჯერ არ დაურეკავს. მაშინ ადექი და შენ დაურეკე. მე დაურეკო? ხო, მიდი დაურეკე. კარგი. რა ხდება, რატომ მიყურებ? გაჭაღარავდი. Ჭაღარა გაქვს ოზან. ბერდები ოზან. მადლობა ესრა. დილიდან საოცარ რამეებს მეუბნები. მე რა მოხდა? ბერდებით. რა არის ამაში უცნაური? ყველა შენანაირად არ ფიქრობს. ვინ არ ფიქრობს შემსავით? რეკავს. მიდი უპასუხე, არ მოგერიდოს. არა ძირფას ვარ მერიდება. შენ უბრალოდ გაჩუმდი. თუ ასე არაკომფორტულად ხარ, სადმე ჩამომსვი და მშვიდად ელაპარაკე. მიდი გააჩერე, ჩამოვალ. არა, საჭირო არ არის. ეს რა, უბრალოდ 2 წამით გაჩუმდი. კარგი? და ესეც საკმარისია. გისმენ ჩაულა. დილამშვიდობისა ოზან, სათხარ. გუშინ რაღაც საქმე მქონდა. ვერ გაგაფრთხილა ისე წავედი. არა უშავს, მაგრამ ნამდვილად კარგი იქნებოდა რომ გაგაფრთხილებინე, ძალიან ბინერვიულე. ო, მართალი ხარ. მოდი ამაზე კომპანიაში ველაპარაკოთ. უკვე მოვდივარ. კარგი ძვირფასო, შეხვედრამდე. სახლში წაგიყვანა? არა, აქ ჩამოვალ ძვირფასო. მოვედით. მადლობა. ეს რა ხდება? რა იყო, რა სახე გაქვს? არაფერია. მადლობა. ძვირფასი არა? დღეს ამას გეძახის და ხვალ რას იზამს? დედა, ფონდს ვალები აქვს, თან ძალიან ბევრი. მე რა ვქნა? რა ქნა? და უვალები გადასახდელია. ამას მდიდარი ადამიანები წყვეტენ. შენ კი ყველაზე მდიდარი ხარ. დედა, ქველმოქმედება უნდა დაიწყო. თავმჯდომარე ხარ. მე რა? არანაირი ქველმოქმედება. და შენ ხარ ფონდის თავმჯდომარე. ფული უნდა ჩადო. მართალია. სხვა რა ვქნა? ყველაფერი ჩავდე, რაც მქონდა. ენერგია, ტვინი, კულტურა, ეტიკეტი. მეტი რა ვქნა? ვის ველაპარაკები? არა, ელიფ. დისგან ვერაფერს მივიღებთ. აი ნახავ. ამ არჩევნებში იმიტომ გვიდოდა გაემარჯვებინა, რომ ჩვენ შეგშვებოდა. ჩემი საბრალო. ეს როგორ ვერ გავთვალე? ოდა, გოგო დავნიშნეთ. ის კაცი არავის ეტყვის, რომ ცოლ-ქმარი ვართ. პრობლემა მოგვარდა. ძალიან კარგი. დედა, თუ იმაზე დარდობ, რომ ერთად დავჭით, არ ინერვიულო. სხვადასხვა ოთახებში ვიყავით. დამშვიდდი. კარგი, კარგი. დედას რა სჭირს? გადაწყვეტიება რომელთან ისხარებ. დედასთან თუ მამასთან? ეს რას ნიშნავს? მგონი დედა მამას შორდება. დედა. დედა რა ხდება? მამა შენ სხვა ქალი ყავს, მღალატობს. მამა? მამა ჩემი? მის პერანგს ქალის სუნი აზდიოდა. ტელეფონზე პაროლი დააყენა. დილიდან სადღაც დაიკარგა და არ საჩანს. სხვა რა უნდა ვიფიქრო? დედა რას ამბობ? ალბათ რამე ხდება. მამა არ გეღალატებდა, ხომ იცი როგორ უყვარხარ? ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება. მეც ამას არ ვეუბნები. კარგი, ახლა უნდა წავიდე, საღამომდე. წარმატებები. თავს გაუფრთხდი. კარგი დედა.
მიდი მომიყევი რა მოხდა. საშინელი სიტუაციაა ზეინო. როგორ მე ოზანისგან თავი შორს უნდა დავიჭირო. ერთ კომპანიაში მუშაობთ, შენი უფროსია, ამას როგორ შეძლებ? არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოვიფიქრო. დიდი კომპანიაა და როგორ მე გავექცევი. რა მოხდა? გილოცავ, გენიალური გეგმაა. მეტი ბავშვური ვერაფერი მოიფიქრე? არა, მხოლოდ ეს. ღმერთო ჩემო. არა, რამე უნდა მოვიფიქრო, რომ არ გადავეკიდოთ. უბრალოდ გვერდსალული და მორჩა. რა სიღარიბია. სად იპოვნა ეს საზიზღრობა? თხოვთ, კეთილი იყოს. ყველა პრობლემას გადავჭრით. მე ზუმრუდ კორფალი ვარ. დიახ, გისმენთ. მობრძანდით. ზუმრუდ კორფალი. ძალიან მოვიწყინე. სულ მარტო ვარ. ვერაფრით ვერთობი. რა არის ეს? ასეთი თავმჯდომარეობა არ მინდა. თუ გინდა საქმე გამოგიჩნდეს, მოიფიქრე ამ ვალებს როგორ გადავეხდით. არა, არ მინდა. შენ ვალებზე არაფერი გითქვამს. ისედაც ნახევარი ცხოვრება მათ გადახდაში გაატარე. ძველ დროში აღარ დაუბრუნდები. ჩემი ბიჭის წყალობით ახლა მდიდარი ვარ. ვალები აღარ მიხსენო. ცუდად ხვდები, არ გინდა. მე წავედი. სად? საწავალ. წავალ ვიმუშავებ. ვინმეს ვეჭღუბები. გავივლი. აბა აქ რა ვაკეთო? ერთი გოგოს ხელი არ მithოვია და ესეც გავაკეთე. მას შემდეგ რაც ეს რა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი დამემართა. როგორ ჩაიარა? ამ გოგოს გამო სულ შარში ვარ. იმ დღეს პროექტორი გუშინის ტიპი. არ მეგვერს ასე რომ ისევი ძმაო. თავი ვერ შეიკავე, ძალს რომ მეუხეშა. სიყვარული რას არ აკეთებინებს ადამიანს, ხომ ასეა? მუსა, ჩუმად ვარ. კარგი ჩუმად ვარ. თუმცა მე ხერია, როგორც იქნა იღემი. ო, კარგია. კარგია ქალაქიდან გასვლა, თუნდაც ცოტა ხნით და ასეთ ადგილას. ადამიანი ყველგან კარგად არის საყვარელ ქალთან. კარგი, მე ჩუმად ვარ. ისმინა ყავას ხომ დალევ. ორი ყავა შემოიტანეთ თუ შეიძლება. მადლობა. ეგ რა არის ძმაო? ეს რასია? მანქანაში დაუვარდა, რომ მოვა მივსამ. დედიკო, დედა რა გჭირს? ასეთი სახით როგორ ემუშავებ? კლიენტები გაიქცნენ. დედა, ვანახე რა სუსტად ვარ. მარტო მუშაობას თუ კიდევ დიდხანს გავაგრძელებ, სულ გავქრები. დედა. კარგი, მაშინ მე წავედი. ბედნიერად, დედა. წავალ, ვინმე მხოლოდ მაინც უნდა მიხედოს საქმეს. გამარჯობა მენექშე. გამარჯობა ღარიბო მენექშე. იცი რაზე ვიფიქრე? რაიონში არც ერთი შადრევანი არ არის. ცუდად ხვდები სიღარიბეზე. ხომ არ გავაკეთოთ? რა სიტყვი? რაიონს 5 შადრევანის სახელი ვუწოდოთ. და დიდი ულამაზესი შადრევნები გავაკეთოთ. რა სიტყვი? ხო, კარგი. დამთანხმდი? კიდევ ვიფიქრე? ოქროს ონკანი გავუკეთოთ მეთქი. რა სიტყვი? ხომ კარგი აზრია? კარგი, როგორც გინდა. ოქროს ონკანი მეთქი. რა როგორც მინდა. მე დავუმალე იალჩინს როეული. მე.
ისედაც ვიცოდი. Tahmin etmiş. იცოდი? Ya Menekşe. მენექშე გონს მოდი. Ne oldu? რა გჭირს გოგო, რა მოხდა? რა გაწუხებს? Eko. ეკო, გისმენ? შვილო, დედა შენი კარგად არის? სასტრაფოში დარეკე ყველაფერზე მეთანხმება. მეუბნება როგორც გინდა ისე გააკეთეო. ოხო, ვიცი. დილიდან მეც ასე პასუხობს. სასწრაფო არ არის საჭირო, ვიცი რაც ხდება. ეკო, მოდი ვარ. Ya Menekşe. Menekşe metki. Diyorum ki. მინდა მთელი რაიონი ოქროს ზოდებით მოვთო. კარგი ზუმროთ, როგორც გინდა ისე გააკეთე. იული სამუშაო. Ne demek რას ნიშნავს როგორც მინდა ისე გავაკეთო? რა გჭირს? მენექშე, რა დაგემართა? დილამშვიდობისა. ადენ, ირენ, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა გალბატონო ესრა. დილამშვიდობისა ჩინარ. როგორც ეგნა გამოჩნდა არ ხსვენია? ჩინარ, ძალიან მომენატრე. დღეს საქმე არ გვაქვს სანაპიროზე არა? წამოდი ოფისიდან გავიდეთ. რა სიტყვი, მიდი. არა, პირიქით. გალბატონმა ფერაიამ მოამრავი დავალება მომცა. გუშინ სად გაიქეცი? Dün neredeydin onu söyle. იმ კაც რაღაც იდეა ჰქონდა და მინდოდა საკუთარი თვალით მენახა. ამიტომ წავედით. Ben de bir göreyim dedim. Oradaydım yani. İyi yapmışsın. სწორად მოიქეცი. Ama benim მაგრამ ვერ anlamadığım გავიგე ეს რა რა შუაშია. Bununla ne ilgisi var? Çünkü ის კაცი შემნიშნა, როცა ქალბატონ პენარს ელაპარაკებოდა. ისე გამოვიდა თითქოს სიტუაციიდან ვიხსენი. მნიშვნელოვან შეხვედრაზე ასისტენტობა გაუწიე. ყველაფერს ვიწერდი, მერე კი სახლში წავედი. გირეკავდი და რატომ არ მიპასუხე? ვერ გავიგე. Sessizde უხმოზე მქონდა დაყენებული ჩაღლა. Şarjı bitti kapandı. Ama როგორც ხედავს ანერვეულო არაფერია. Niye? კარგი. Peki Ozan, bu რა adamın პროექტი iş ჰქონდა? tanımları neyle ilgili? ტურიზმი. წიგნები. kitap. ციგნები? ხო, უნდა და ჩვენს აპლიკაციაში შეეტანა. ამაზე ელაპარაკებოდა ბატონ ოზანს. მე დიდად ვერაფერი გავიგე. Yani anlamadım ben. Ben tabii hiçbir şey anlamadım. İyi ben anladım. კარგი გასაგებია. Bana bak. მისმინე, დღეს ყავაზე აღარ გაგიშვებ. რომ არ დაიკარგო. თუ სანაპიროზე არ მივდივართ, ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლი. Güzel. კარგი, მაშინ დავიწყოთ. ჩინარ, შეხედე. შენი აზრით რამე ხდება? რაზე? ჩინარსა და ესრას შორის. არა ძვირფასო, შეყვარებულებს ნამდვილად არ გვანან. დილამშვიდობის, დილამშვიდობის. არა, მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ჩინარი ისე უყურებს ხოლმე. ეჭვი შემეპარა. Böyle bir samimiler. Bir kıllandım. Ay kızım მეგობარო გუშინ ბატონ ოზანზე გიждდებოდი. ჩინარი საიდან მოიტანე? Yok ya. არა, Ozan Bey. ოზანი ოცნებაა. O yüzden ჩემი ახალი მიზანი ჩინარია. Çınar. რა სიმპათიურია, არა? Yani kolay gelsin. იული სამუშაო. მადლობა. მენექშე, მენექშე რა დაგვემართა? ასე უნდა ვიყოთ? რა დროს ჩვენი ურთიერთობის დალაგებაა? უნდა ვიჩხუბოთ. რატომ არ ვჩხუბობთ, რა გვჭირს? გთხოვ დამელაპარაკე მენექშე, რა ხდება? სად დავუშვი შეცდომა? შენი არაფერ შუაში ხარ. მენექშე, ასეთ ურთიერთობას მიჩვეული არ ვარ. მართლა, ცუდად ვარ. რა დაგვემართა? ყველაფერი შენს გარშემო არ ხდება ზუმრუდ. სამყაროს ცენტრი არ ხარ. ხომ გითხარი შენ არაფერ შუაში ხარ მეთქი? არა? აბა რა მოხდა? იალჩინი? ავად გახდა? რა მოხდა? ყდება? იალჩინი მღალატობს. იალჩინი გღალატობს? შენ როგორ უნდა გიღალატოს? რა პატარაა? დადის და ჩხირკედელაობს მთელი ცხოვრება. საიდან მოიტანე ეს? ყველა მაგრამ იალჩინი არ გიღალატებს, ამის თავიც არ აქვს გოგო. საიდან მოიტანე? რა სისულელია? ბოდოს მოეშვი და მიდი მეჩხუბე. მიდი. ეკოც ამას მეუბნება. მაგრამ მტკიცებულებები მაქვს ზუმრუდ. მის პერანგს ქალის სუნი ასდიოდა.
ტელეფონზე პაროლი დააყენა. მოიცადე, საშიშია. სადღაც იკარგება ხოლმე. დილიდან ბერსად პოულობ. კარგი. ანუ თუ ამ საქმეს მოვაგვარებთ, ყველაფერი ძოლებურად იქნება. ისევ ვიჩხუბებთ, არა? ანუ ამას ამბობ. ზუმრუთ, მეც მინდა შენთან ჩხუბი, მაგრამ ძალა არ მაქვს. ძალა არ გაქვს. ასე მოვიქცეთ. იალჩინის თვალთვალი უნდა დავიწყოთ და გავარკვიოთ, მართლა ღალატობს თუ არა.